შემოვიდა შეკითხვა, რატომ ვიღლებით საქმეში. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ანუ, თორემ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და გონებით ვართ მომავალში, ანუ მომავალი საქმის დაგეგმარებაში, ენერგიის გახლეჩვა ხდება და შესაბამისად ვიღლებით. ანუ მე თუ ვარ საქმეში, აუცილებლად ჩემი სხეული, ჩემი გონებაც უნდა იყოს ამ საქმეში და კეთდებოდეს ეს აქ და მომენტში სიყვარული. თუ მე საქმეს ვაკეთებ, ანუ ჩემი ფიზიკური სხეული აქ არის, ცხოვრება აქ არის და ჩემი გონება არის იმის დაგეგმარებაში, რომ აი ამის მერე რას გააკეთებს და იმის მერე კიდე რას გააკეთებს, შესაბამისად ამაში ხდება გონების გაფანტვა და ხდება ასე ვთქვათ დისბალანსი. რეალურად რაც საბოლოო ჯამში ხვდის სუდად ის ერთი რომ საქმე უხარისოდ კეთდება, რადგანაც გონება სხვაგან არის და ჩვენ ამ საქმეში ვარ და პლუს ამას ენერგეტიკულად ვიცლებით ემოციური ცლამიდის ენერგიის და ეს საქმეც გამოდის უსიყვარულოდ უგულოდ გაკეთებული საქმე ხო გაგვია და ახლობით ეს გვემართება. ანუ უნდა დავბრუნდეთ აუცილებლად სინქრონულად, უნდა გონება სხეული და სიცოცხლე უნდა იმყოფებოდეს ერთ მომენტში.